მოგესალმებით. დაპირებისამებრ დღეს შენი გადაცემა ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. ჩვენ დღეს განსაზღვრული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა განვიხილოთ, რომელიც საუბედუროდ ხელისუფლების დონეზეც კი არის პროფანირებული და არც კი ერიდება ხელისუფლება, რომ ისეთი დასკვნები გააკეთოს რაღაც კომისიების სახით, რომელიც პროფესიული თვალსაზრისით უაზროა. თემა, რომელსაც ახლა მე განვიხილავ, მნიშვნელობა რა აქვს, ოპოზიცია ხარ, ხელისუფლება გაქვს, ვიღაცას მოსწონს ვინმე, ვიღაცას არ მოსწონს ვინმე, არა. თემა არის პროფესიული. ახლა მე უბრალოდ ხმას გადავამოწმებ და შევუდგეთ განხილვას. ერთი წამით ვნახო მეგონი ახლა უკეთ არის. კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, იმიტომ რომ კარგად ვერ გავარკვია ხმა ისმის თუ არა. ბოდიში გიხდით.
მე მგონი შეიძლება დავიწყოთ. თავარი რა თქმა უნდა დღეს რაზეც მინდა ვისაუბრო არის ის აჟიოტაჟი, რომელიც თავად ხელისუფლებამ ატეხა საზოგადოების ძალიან დიდი და გაუგებარი პასიურობის ფონზე. აქ-იქ ყრუ საუბრები იყო, მხოლოდ რომ ფასები ძალიან გაძვირდა, შემოსავლები არ იზრდება, სოციალური მდგომარეობა დაძაბულია, მაგრამ ხალხში პროტესტი არ არის, მაგრამ მოდის არჩევნები და ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა სიტუაციაც აქვს ქვეყანაში, ამიტომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი. იმისთვის, რომ მან შეძლოს გარკვეული რომ მიტყვიან მხარდაჭერების უზრუნველყოფა, მან წამოწია ეს თემა და ახლა მოაგვარებს ის ფასებს. რაღაც კომისია შეიქმნა, ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო შიგნით, მაგრამ ის რაც დოკუმენტი არის აბსოლუტურად უაზრობა, არ არის სწორი და მოდით ახლა მე ვისაუბრებ რა არის ეს თემა და შემდეგ დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ. ბაზრის სტრუქტურა თუ როგორ არის ორგანიზებული ბაზარი, როგორ არის იურიდიულ პირებს, ანუ ფირმებს, საწარმოებს შორის ჰორიზონტალური კოორდინაციისა და რაღაც გაერთიანების მაგვარი შესაძლებლობები განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ფასწარმოქმნის მექანიზმი და ამას ვერავინ დაუდგება წინ, თუ არა ხელისუფლების დონეზე რეგულირება აბსოლუტურად ცივილიზებული მეთოდებით, რომელიც აისახება არა მხოლოდ ანტიმონოპოლური კანონმდებლობით, არამედ აისახება იმით, თუ რამდენად კანონგამოყენების თვალსაზრისით სწორად იქცევა ხელისუფლება, რამდენად მისთვის საზოგადოების ყოველი ჯგუფი არის მნიშვნელოვანი და ასეც არის, ქვეყნის განვითარება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ბიზნესმენებზე, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ფინანსისტებზე, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ეგრეთ წოდებულ ხალხზე, ყველაფერი ეს ქმნის იმ ერთიანობას, რომელსაც ძალიან ღრმა და პროფესიული მართვა ჭირდება. დავიწყოთ იმით, რომ დაუშვათ და ბაზარზე მოქმედებს n რაოდენობის ფირმა, არ აქვს მნიშვნელობა. და ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა, რომ მოდი ამ n რაოდენობის ფირმას მე მოვაქცევ მონოპოლია. მონოპოლია არ ნიშნავს ერთ ფირმას. მონოპოლია შეიძლება იყოს 1000 ფირმა ერთად. რა არის მიზანი ფირმების ერთმართველობის ქვეშ მოქცევისა? რა თქმა უნდა, მოგების მაქსიმიზაცია და ამ მიზნით წარმოების მოცულობის შერჩევა. მონოპოლია ნიშნავს იმას, რომ ერთად გაერთიანებული რამდენიმე ფირმა, n რაოდენობის ფირმა, რაღაცნაირად შიგნით მოილაპარაკებენ, რომ ისე გაანაწილონ წარმოების პროდუქცია, რომ საერთო მონოპოლიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყოს იმ რაოდენობის, რომელიც უზრუნველყოფს მოგების მაქსიმიზაციას. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ეგრეთ წოდებული ზღვრული დანახარჯები, რასაც ქვია ეკონომიკაში, ანუ ეს იოლი წარმოსადგენია, თქვენ რომ გაძადოთ ერთი ერთეულით პროდუქცია, დანახარჯები როგორ გაგეზრდებათ. ეს არის როგორც წესი ეკონომიკაში ზღვრული დანახარჯები. თუ საერთო მოგების მაქსიმიზაციისთვის რაოდენობას არჩევს მონოპოლია. მონოპოლიას არ აინტერესებს საზოგადოების მოთხოვნები, დააკმაყოფილებს სოციალური სამართლიანობას, ეს მისთვის არ არის. მან იცის საკუთარი მოთხოვნის მრუდი, ანუ
მან ზუსტად იცის, არ შეიძლება პროფესიულმა ფირმის მენეჯმენტმა არ იცოდეს საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნის ბრუდი, ანუ რა ფასის დროს რამდენი შეუძლია გაყიდოს. რატომ არის ეს აუცილებელი ამის ცოდვა? იმიტომ რომ თუ თქვენ ამაზე ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებთ, თქვენ კარგავთ მოგებას. თუ თქვენ ამაზე მეტს გამოუშვებთ, მაშინ კონკრეტული ფასისას თუ ის არ ემთხვევა იმ წონასწორულ რაოდენობას, გასაგებია რომ არ იქნება შესყიდული. ამიტომ მონოპოლია იქცევა ჭკვიანურად. ნახეთ, უამრავი ფირმა შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთად, მათ განსაზღვრეს მოცულობა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ გააკეთონ მაქსიმალური მოგება. მაქსიმალური მოგება სჭირდება დანახარჯების მინიმალური რაოდენობა. მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს მთელი მონოპოლიის ფარგლებში და რა კი ასე უნდა იყოს მონოპოლიაში შემავალი ყველა ფირმის სრული დანახარჯები ერთნაირი უნდა იყოს. ეს არის ეფექტურობის თვალსაზრისით კარგი რამ, მაგრამ მონოპოლია გასაგებია რომ ცუდია იმ ხრივ, რომ იგი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ეხლა როგორ შეიძლება მართოთ? მონოპოლია შეიძლება იყოს ორი სახის. ბუნებრივი მონოპოლია და რაღაცის წარმატებით განხორციელების შედეგად, თუ გინდათ ინოვაციები და ასე შემდეგ, მონოპოლია, რომელიც წარმოიშვა სწორედ ამ ინოვაციური გარღვევის გამო. როგორ არეგულიროს ეს ხელისუფლება? თუ თქვენ მიუშვებთ მონოპოლიას, თქვენ მუდმივი დაძაბულობა გექნებათ ბაზარზე, იმიტომ რომ გითხარით მთავარი მიზანი რა არის. მონოპოლიის შედარებით სუსტი ფორმა არის კარტელი, როცა ისინი ასევე ერთიანდებიან, კვოტებს განსაზღვრავენ ერთმანეთში და უფრო მეტით შეუძლიათ გააკეთონ, მათ შეუძლიათ ფასებზე მოილაპარაკონ. და ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, იმიტომ რომ აქ არა მარტო ეფექტურობის საკითხი დგება საწარმოო ფონდების გამოყენებისა, შრომითი რესურსებისა, არამედ ხდება ხელოვნურად იმ ფასების შეთანხმება, რომელზეც ცხადია ოქმები არ დგება, მაგრამ ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში უნდა კონდეს კანონმდებლობაში ირიბი გზებით დაუმტკიცო ამ გაერთიანებას, რომ ის კარტელი არის. ყველაზე კარგ ფორმად იცვლება კონკურენტული წონასწორობა. ნახეთ, ფასს აწესებს მონოპოლია, მაგრამ თუ ბაზარზე მრავალი მწარმოებელია, თანაც არც ერთ მწარმოებელს არ გააჩნია ის საბაზრო ძალაუფლება, რომ ბაზარზე ფასზე იმოქმედოს, მაშინ ჩვენ მეტ-ნაკლებად გვექნება ის წონასწორული მდგომარეობა, რომელსაც კონკურენტულ ბაზარს უწოდებენ. იმისთვის, რომ ცხოვრებაზე გადმოვიტანო ეს მოდელი, შეიძლება ითქვას, რომ სანამ მისი მონოპოლიზაცია ან ოლიგოპოლიზაცია მოხდებოდა, კონკურენტული ბაზრის საუკეთესო მაგალითი იყო ჩვეულებრივი ბაზარი, ფერმერების ბაზარი, სოფლად მომუშავე აგრარული პროდუქციის მწარმოებელი ბაზარი, თუ გნებავთ დეზერტირები დაარქვით მის კლასიკურ ეპოქაში და არა ეხლა. რაშია საქმე? რა კი, თქვათ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები ძალიან ბევრია, არც ერთ იმხელა ძალა არ აქვს, რომ ერთმანეთზე იმოქმედოს და საერთოდ ბაზარზე, მაგალითად, პომიდორის ფასი დააწესოს ბაზარზე, დეზერტირების ბაზარზე. ბევრია, ხო, პომიდორის გამყიდველი, კიტრის გამყიდველი, ხახვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ბაზარზე ბუნებრივად ყალიბდება მოთხოვნა პომიდორზე და შესაბამისი ფასი და ამ ფასს ყველა მწარმოებელი იღებს როგორც მოცემულობას. იმიტომ რომ მასზე ვერ ზემოქმედებს. ცხადია, მისი ამოცანა არის, იგივე ავიღოთ, თქვათ, კახეთში პომიდორის მწარმოებელი, ან კიტრის, ან თუ გნებავთ ყურძნის და ასე შემდეგ.
რა კი მან იცის დაახლოებით როგორია ის ფასი, რომელიც ბაზარზე მისი პროდუქციის გატანისას იქნება, ცხადია ის ისე აგებს თავის მეურნეობას, პროფესიონალიზმი როგორია, მონდომება და ასე შემდეგ. მისი დანახარჯები იყოს მინიმალური და ამ დანახარჯების მინიმიზაციის გზით მოცემული ფასისაც მან შეძლოს მისთვის მისაღები მოგება მიიღოს. ესეც ეფექტური მხარეა. გითხრათ სიმართლე, მე ახლა მათემატიკურ მხარეებში არ გადავალ, თუმცა ჩემი წიგნი გამოვა, ძალიან გააჯანჯლა რედაქციამ და მე მგონი მალე ერთ კვირაში 10 დღეში ველი რომ მოათავებენ. ჩემ წიგნში თამაშების თეორია ეკონომისტებისთვის ზუსტად არის მთელი ბაზრის სტრუქტურა, მონოპოლია, ოლიგოპოლია, კონკურენტული ბაზარი, ძალიან ღრმა მათემატიკური აპარატის გამოყენებით პირველად საქართველოში არის დეტალურად გაანალიზებული, როგორია მათ შორის შეწყობა, როგორია გამოშვების რაოდენობები, ფასების რაოდენობები. ეხლა მე ოლიგოპოლიაზე გეტყვით და მე გადავალ ამ საკითხზე. ოლიგოპოლია, ანუ ბაზრის სტრუქტურა, როცა ბაზარზე არის რამდენიმე მსხვილი წარმოებელი, ან ოპერატორი. 3, 4, 5, მაგრამ არა ბევრი. აიღეთ ქართული ბაზარი, ოლიგოპოლია როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ამიტომ ხელისუფლებები იმ იდიოტიზმს კი არ წერენ დასკვნაში, რაც დაწერეს ბაზარზე ჩარევა არ შეიძლება, არამედ რეგულაციის მექანიზმებით, ანტიმონოპოლური კანონმდებლობით და სხვა აკეთებენ ის, რომ ოლიგოპოლიები არ წარმოიქმნას, ბაზრის სეგმენტაცია მოახდინონ და ფართო შესაძლებლობები გააჩინონ კონკრეტულ ბაზარზე შესასვლელად და გამოსასვლელად. ოლიგოპოლია რა ჩამოყალიბებულია საქართველოში, ეს არის ოლიგოპოლია წმინდა სახით, კლასიკური სახით. ეს არის დაგვირდით ფარმაცევტული, რამდენი მსხვილი კომპანიაა, ოლიგოპოლისტები არიან ყველანი. რამდენი საწავი, მანქანის იქნება, სხვა იქნება, გამყიდველი მსხვილი ფირმა, რამდენი იმპორტიორია, რამდენი ფირმა იგებს სახელმწიფო ტენდერებს, იგივე საგარეო შესყიდვებზე, მილიარდობით ლარზეა საუბარი. საქართველოში არის კლასიკური ოლიგოპოლიური ბაზარი. ეხლა რა თავისებურებებით ხასიათდება ოლიგოპოლიური ბაზარი? რა კი ეს ჯგუფები, საკმაოდ ძლიერი ჯგუფებია, მათ ერთმანეთთან ომი რომ დაიწყონ, წამგებიანი იქნება. ბიზნესში ომი ყოველთვის წამგებიანია. ამიტომ ისინი რა კი ერთმანეთის ძალას გრძნობენ, თანხმდებიან კვოტებზე. თანხმდებიან მოცულობას. გასაგებია, რომ მოცულობა ისე თანხმდება, რომ იმ ქალაქში იქნება, იმ ქვეყანაში იქნება მიწოდებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მეტი იქნება, ვიდრე მონოპოლიის მიერ მიწოდებული პროდუქციისა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც საჭიროა იმ კონკურენტული ბაზრის ჩამოსაყალებლად, როცა ბუნებრივად ფასები მიწოდების რაოდენობას აწონასწორებს და ჩვენ ვიღებთ წონასწორულ ფასებს. ესე იგი, ოლიგოპოლიის პირველი ნიშანია ერთმანეთის ძალის აღიარება და პროდუქციის განაწილება ერთმანეთში, რაოდენობის მიხედვით. მაგრამ ის ეფექტურობა, რომელიც გააჩნია მონოპოლიას და თავისუფალ კონკურენციას, ოლიგოპოლიაში არ არის, იმიტომ რომ აქ დანახარჯების ერთიანობას, ანუ ზღვრული დანახარჯების ერთიანობას არავინ არ ითხოვს, იმიტომ რომ მე შენ შეგითანხმე, რომ შენ არ
გახდა ჩემი მტერი, შენი რაოდენობა, ხა შენ იმას ეფექტურად მინიმალური დანახარჯებით გაყიდი, მაქსიმალური დანახარჯებით თუ როგორ გია შენი პრობლემა. ამიტომ ოლიგოპოლიურ ბაზრებზე ხშირად ვისაც არაკარგი მენეჯმენტი აქვს, წამგებიანი ხდებიან და გადიან ბაზრიდან. ამ ადგილს იკავებს დანარჩენი ოლიგოპოლიის მონაწილეები, და ჩნდება ახალი ძლიერი მოთამაშე, რომელიც გასაგებია შემდეგ ქვემოთ ვიტყვი, როგორ შეიძლება საქართველოში გაჩნდეს ასეთი მოთამაშე. ესე იგი, ოლიგოპოლიის პირველი დიდი ნაკლი ის არის, რომ მისი საწარმოო და ადამიანური რესურსები ეფექტურად არ გამოიყენება. და რა კი ეს ასია? და რა კი ისინი ძლიერები არიან მატერიალურადაც და ასე შემდეგ. ამ ბაზარზე, ოლიგოპოლიურ ბაზარზე შესვლა და გამოსვლა ძალიან რთულია. თუ რა თქმა უნდა, ჭკვიანი პროფესიონალური ხელისუფლება არ არის, რომელიც დისტანცირებულია ბიზნესისგან და რას აკეთებს იცით? რეგულაციებს აკეთებს. მე თქვენ არ მოგცემთ ჰორიზონტალური ინტეგრაციის საშუალებას და ოლიგოპოლიად ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ სეგმენტაციას მოგიხდენთ ბაზრისად. მაგალითად, გინდა გაერთიანდი, გინდა თავში ქვაგიხლია, ბაზარზე 13%-ზე მეტი ვერ იქნება ერთი ჯგუფის ხელში. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეთანხმებით? მე თხოვეს მივედი პარლამენტში, როცა ანტიმონოპოლური კანონმდებლობა კეთდებოდა, მაშინ არ ვიყავი ეს ჩახუტებული ეს NGO-შნიკები, ეს ევროპის წარმომადგენლები და მოარგეს კანონი ძალიან კარგად ამ ოლიგოპოლიურ ჯგუფებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, რა კი შესვლა გართულებულია, გამოსვლა გასაგებია უკავშირდება არაეფექტურობას, ადამიანთა დიდი ნაწილი, ანუ საზოგადოება, რასაც გვია ოლიგოპოლიისგან ძალიან ზარალდება. ესე იგი, თუ მე შევადარებ წარმოებულ მოცულობებს, რეალიზებულ მოცულობებს, ნიშნობა მონოპოლია ყველაზე ცოტას უშვებს და ყველაზე მაღალ ფასადებს, იმიტომ რომ ოლიგოპოლია, როგორც გითხარით, მის მოთხოვნის მურუძზე მუშაობს და ამიტომ ის დანახარჯების მინიმიზაციისთვის ფასებს მაღლაწევს და რაოდენობას უკლებს. ოლიგოპოლია უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებს, თუ გდება გზის მწარმოებლები აიღეთ, ან და ძერხვის, ან და ყველაფერი ეს ოლიგოპოლიებია. გინდა იმპორტიორები აიღეთ, ერთნაირია, მაგრამ მისი ფასი კონკურენტულ ფასთან შედარებით მაღალია. საზოგადოება აქაც ძალიან ზარალდება. ესე იგი, თუ მე დავალაგებ მოცულობებს, მოცულობები ასეა, ყველაზე ცოტა მოცულობა არის მონოპოლიის შემთხვევაში. ოლიგოპოლია არის გარდამავალი ისეთი შუალედური ნაწილი კონკურენტულ წონასწორობასა და მონოპოლიას შორის, უფრო მეტს უშვებს, ან უფრო მეტს ყიდის ვიდრე მონოპოლია, მაგრამ უფრო ნაკლებს ვიდრე კონკურენტული წონასწორობის დროს გაყიდიდა ან გაამზადებდა პროდუქციას, რომ იყოს კონკურენტული ბაზარი. ესე იგი, რაოდენობები გასაგებია მცირე, საშუალო რაოდენობა და ყველაზე ბევრი რაოდენობა კონკურენტ. ახლა ფასები. მცირეც უშვებს მონოპოლია, მაგრამ ფასი მაღალი აქვს. შედარებით მეტს უშვებს ოლიგოპოლია, ფასი ცოტა უფრო დაბალია ვიდრე მონოპოლიის შემთხვევაში. ყველაზე ბევრს უშვებს კონკურენტული წონასწორობა, როცა გაქვს, რომელიც ძალიან იოლი დასამყარებელია ქვეყანაში და ფასები ყველაზე დაბალია. ეხლა მე გეკითხებით, როდესაც რაღაც ჯგუფი იკრიბება, რომელიც თავის თავს პარლამენტარებს უწოდებს, ალბათ ვიღაც სიაბანდი ეკონომისტები წავდათ, აი ქართულ უნივერსიტეტებში, სულ 4-5 უნივერსიტეტში ისწავლება ეკონომიკა, დანარჩენი ბიზნეს მენეჯმენტებია, რომელიც ეკონომიკისგან ძალიან შორსაა, პროფესიული ეკონომიკისგან, თორე რაღაც ელემენტები იქაც არის, ხო?
და წერენ ასეთ სისულელეს, რომ ბაზარზე ჩარევა არ შეიძლება. ამ დროს ანალიზი არ არის ბაზრის სტრუქტურისა, არ არის ხარისხი ჰორიზონტალური ინტეგრაციისა და არ არის ყველაზე მთავარი მინიშნებული. ეს არა უბრალოდ ოლიგოპოლია საქართველოში, არამედ ოლიგარქია არის. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი და ბიზნესი შერწყმულია ერთად და ეს ასრულებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. მე ხო ახლა არ ვსაუბრობ, ოცნება ცუდია, ეს კარგია, ის კარგია, ბიძინაო ცუდია, ვიღაცა კარგია. არა, მე გეუბნებით იმას, რაც არის. ეს მეცნიერება, ამას ძალიან ღრმა ანალიზი აქვს. ჩემი წიგნი გამოვა და ყველა ეკონომისტი ვალდებული ხარ წაიკითხოთ, რომ მასზე მოხვიდეთ რაზეა საუბარი. მე გეკითხებით. როცა ხელისუფლება და ღრმად ვარ დარწმუნებული, აბსოლუტურად უბიცები ამ საქმეში ის კომისიის შემადგენლობა, წერს ასეთ სისულელეს, ანუ მენქიუს ეკონომიკის სახელმძღვანელო, ეს სულელური 50 წლის წინანდელი სახელმძღვანელო, ნეოკლასიკური პარადიგმა პრიმიტიულ დონეზე წერს იმას, რომ თუ ჩვენ ჩავერევით ბაზარზე, ფასი იქნება უფრო მაღალია, ხო? ან დასცინიან საზოგადოებას, ან მიაჩნიათ, რომ ეს საზოგადოება გათელეს უკვე ფეხქვეშ და შეუძლიათ ნებისმიერი სიშტერე განაცხადონ. სიშტერის კლასიკური მაგალითია ბატონი კობახიძის განცხადება, რომ ათლარიანი მხორც გაყიდინე ჯერ როგორ ბედავ ახალგაზრდა კაცი, შენი ქვეყნის მოსახლეობას ასე აგდებულად ელაპარაკო. გაკლია, აღზრდა გაკლია. განათლება რაღაცა ეგ იურისტი ხარ, ვითომ კონსტიტუციონალისტი და არც ის არა ხარ, რატო არა ხარ, იცი? შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი, ვინც 78 სულელური მუხლი შეიტანე კონსტიტუციაში. მასედია დავალება იყო და შეასრულე, მაგრამ შენ თუ პროფესიული წესიერება გაქვს, რა არის პროფესიონალიზმი, იცი? ეს არის პროფესიული წესიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. არც ერთი გაქვს, არც მეორე. არც პროფესიული წესიერება გაქვს, ისევე სხვასაც ეხება. არც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომ აბსოლუტურად ტყუილია ყველაფერი. კომისიამ შენიღბა, ანუ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, მისი მხარდამჭერები, ეს გონებაჩლუგი, ეგრეთ წოდებული კოცები, თორე სხვა ვის შეიყვანს. და უთხრა, რომ არა, აქ ფასებს ვერ მოვკიდებ ჩვენ ხელს. ოლიგოპოლია რომ იყოს კიდე არა უშავს, მაგრამ ოლიგარქიას უკვე შერწყმა ხელი. რატომ? ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი, პარლამენტის ყველა წევრი თუ არა დიდი ნაწილი მოწილეები არიან იმ სუპერმარკეტებისა, იმ ფირმებისა, მშენებლობები აიღეთ იმპორტის სფეროები და ასე შემდეგ, სადაც არანორმალურად დიდ ფულს იღებენ. და თქვენ გინდათ იმ გონებაჩლუგ მხარდაჭერებს ვეუბნები, რომ ამ ხალხმა დაწეროს ისეთი კანონი, რომ საკუთარ ჯიბეს დააზიანებს. ისინი არა მარტო სახელმწიფო დამნაშავეები არიან. რატომ არიან, იცით, სახელმწიფო დამნაშავეები? ჯერ ერთი არალეგიტიმური ხელისუფლება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება სახელმწიფო შესყიდვებში. რა დონის ბიუჯეტის ფული გადადის იმ ფირმების ჯიბეებში, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ გაბერილი ფასებით, სადაც ყველგან მოწილე და კონტროლირებადი არის ხელისუფლების მაღალი ჩინების მიერ. ესე იგი, ჩვენ არაუბრალოდ ოლიგოპოლია გვაქვს, ჩვენ გვაქვს ოლიგოპოლიის საერთო მმართველი ხელისუფლება, რომელიც ამ ძარცვისგან, კიდე გეუბნებით, ძალიან მარტივია რეალური კონკურენტული ბაზრის აგება. ამას სჭირდება საბაზრო ინსტიტუტები, კანონის ფარგლებში უნდა ამუშავა, ამას სჭირდება თამაშის წესები, ამას სჭირდება საბაჟოსადმი
ისეთი კანონების და ისეთი წესების შემოღება, სადაც ვერავინ გავა და ვერავინ შემოვა გადასახადების გარეშე. ამას სჭირდება შიგა მოწესრიგება ურთიერთობებისა, როცა წიაღისეულის გამტანები ხელოვნურად დაბალი ფასით მილიარდობით ჯამში 13 წელიწადში გატანილ რესურს ხელისუფლების მხარდაჭერის და თვითონ არიან ამ გამტანები ბიუჯეტს თანხას ართმევენ დაბალ გადასახადებს და აწესებენ იგივე თუგნება სპილენძის აი ეგეთი ის ოქროს შემცველი მადნები რომ არის მიზერული ფასები ადევს სამაგიეროდ სადღაც კეთდება ოქრო რომელიც უზარმაზარ ფასად იყიდებ დღევანდელ პირობებში და ამ ვითარებაში როცა 47 მილიონერი ზის პარლამენტში სუპერმარკეტების მეწილეები და ასე შემდეგ არჩევნები რა კი მოდის და თავის ბოლთე უტვინო და დეგენერატა მხარდამჭერებს თვალები აუხვიოს აკეთებს პროფესიულად ყალბ დოკუმენტს და ასე გონია რომ საზოგადოება გაატარებს ამას კიდე გეუბნებით ოლიგოპოლია კი არა გვაქვს ოლიგარქია გვაქვს ყველაფერს ერთი წერტილიდან აკონტროლებენ არავის არაფრის უფლება არ აქვს ერთი წერტილის გარეშე ამიტომ აქ ისიც კი არ არსებობს რომ 4-5 ძლიერი ჯგუფი ერთმანეთთან კონკურენციაში იყოს არა არავითარი კონკურენცია არ არის ყველაფერი შეთანხმებულია იმიტომ რომ ყველაფერი ზევიდან დააწესა ვიღაცამ ვისაც ამ შემთხვევაში აქვს ხელისუფლების ძალა და საბაზრო ძალა. ასეთი არის ერთი კაცი ხელისუფლებაში, რომელიც არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც ქვია არაფორმალური მმართველი. ეხლა მე გეკითხებით. აი სიტუაცია. რისი იმედი გაქვთ? აი რა უნდა შეიცვალოს? ხომ დაგიწერეთ, არ ჩავერევით. კიდე ახლა მაშინ კითხოთ ხელისუფლებას. თქვე გონება დაბნელებულო და უსინდისო ხალხო. ვენახის გასაშენებლად ხომ უწესებთ ნებართვას? ხომ განუსაზღვრეთ იმას, რომ მოსპოს და აჭრას ვენახი, რომ 20 გრადუსზე მეტი თუ იქნა შაქრიანობა, ლარი და 30-ს გადაგიხდითო. მერე დანარჩენზე უფრო ნაკლებს. ეს არ არის ბაზარში ჩარევა, მაგრამ ის გლეხი გასანადგურებლად გინდა თქვენ. თქვენ გინდათ ის ამოძირკვა ქართველისა იქ, სადაც ის ყველაზე ძლიერად იყო მიმული თავის მიწასთან. უფრო მეცაც გეტყვით. მე გადავამოწმებ გვარებზე გეტყვით. ერთ-ერთი ღვინის მარანის მფლობელი გვარებია. ნუ ერთი გვარია, როგორც ჩანს, რამდენიმე კაცია. პირადად არ ვიცნო, მაგრამ აუცილებლად გავერკვევი ამაში. ვიღაც ლობი გაიჩინა ხელისუფლებაში, გასაგებია ლამაზი თვალებისთვის და იმათ აკეთებინებს ამას, რაც ამ მარანს ვიღაც გვარს, რამდენიმე კაც ერთად შეკრულ მეღვინეს, მეტი თქვენი ნატრაკი არ იქნა, თქვენ მეღვინეები არ იყოთ. ანადგურებინებს კახეთის სოფელს, კახეთში ხურძნის მწარმოებელს, მხოლოდ იმიტომ, რომ მონოპოლიზაცია ხდება. მალე არ დატოვებენ არც ერთ ადგილს, რომელსაც უკონტროლო და რომელიმე ჯგუფში შემავალი წარმოებელი არ აყავს. უბრალო მაგალითს მოგიყვანთ. როგორც გითხარით, კლასიკურად ყველაზე ახლო კონკურენტულ ბაზართან აგროპროდუქცია იყო. რა გააკეთეს? შექმნეს სიაბანდი აგროჰაბები. ძალიან მზაკვრული პროექტები. რატომ? გაანადგურეს თავისუფალი ბაზარი. ეხლა იქ რომ გლეხმა შეიტანოს თავისი წარმოებული პროდუქცია,
რამხელა გადასახადია თუ იცით. ამიტომ არის 12 ლარიანი პომიდორი და ასე ყურძენი ლარი და 30 უნდა იყოს, ანუ უნდა ადგნენ და აჩეხონ ვენახები. აქ პომიდორი ღირს ვინმე მიცის სოფელში, მე დეტალურად ვიცი სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ უამრავი მიმუშავია ბაბუაჩემების ვენახებშიც და მინდორშიც, ყანაში სიმინდი იქნება, სოიო იქნება, კიტრი, პომიდორი თუ ასე შემდეგ. მოვლის თვალსაზრისით, სხვაობას ხედავთ. ძალიან დიდია. აბა რა შეესაკ? დეზერტირების ბაზარი ერთდროს თავისუფალი ბაზარი რო იყო, დღეს ვიზია, გარკვეული კაცი ხალხის ჯგუფი, აბა შედის შიგ, რამდენი უნდა გადაიხადოს კაცი. ანდა როგორ არის მოწყობილი, გარეთ არის პირდაპირ ბითუმად, საბითუმო ფასებში ყიდულობენ ჩამოტანილი პროდუქციას გლეხებისგან, მერე თვითონ შეაქვთ და თვითონ ყიდიან იმ ფასებში, აი ოლიგოპოლია სად არის, სად მოიმატა ფასებმა და არანაირი ცივილიზებული ანტიმონოპოლური კანონმდებლობა არ მუშაობს. ბანკების სფეროში ყველგან არის აფილირებული სტრუქტურები. ყველაფერი ერთ ჯგუფის ხელშია. და ამ დასკვნის ერთი მორიგი სიშტერე ის არის, თურმე მრავალი ლოგისტიკური ჯაჭვია და უნდა ამოვარდეს. ხედავ, ეს კომისია რას აკეთებს? არ ვერევით ბაზარში უნდა ამოვაგდეს, ესე იგი ამ ოლიგოპოლიური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვა მისი იყოს, ტრანსპორტირება მისი იყოს, დისტრიბუცია მისი იყოს, სავაჭრო ცენტრები მისი იყოს და რა ფასს დააწესებენ ისინი, რა ფასად დააწესებენ, აი ეს არის ის ფასი, რაც არის. აი ეს აქვს სინამდვილე. ეხლა თუ თქვენ ამ ფაქტების, როგორ იცით, უსაშველოდ რაც ეხლა მე გითხარი, ეს ჩემი პიროვნული არ არის, მე უბრალოდ ეს ეკონომიკა ვიცი და დავხარჯე უამრავი დრო და დავწერე შესანიშნავი წიგნები და ყველაფერი ამას გეუბნებით მეცნიერების დონეზე. მე არა ვარ იდეოლოგიის მომსახური და მე არა ვარ რომელიმე პარტიული ფუნქციონერი, ამაზე ვისაუბრო, გეუბნებით დედა გაქვთ ნატირები. მალე აღარ იქნებით ამ ქვეყანაში, თუ არ გაიგონებთ იმას, რაც ხდება. ყური მიუგდეთ ქართველთა დიდ გაერთიანებას. ყური მიუგდეთ, რაც ვამბობთ ჩვენ. ეხლა არ მინდა აურიო თემები, 24 მაისს იქნება რუსთაველის ძეგლთან. მოგიწვიეთ ყველა, ვისაც ყველა რაც გვია, საღი ქართველი, თორე ეხლა ქოცი და ნაცი ვის რაში ჭირდება სადმე. ქვეყანაც რომ ყიდიან. რა ქვეყნების მოქალაქეებს მისცეს თავისუფალი შემოსვლა, რა მიზნით მისცეს, კულტურა შემოაქვთ, მეცნიერება შემოაქვთ, ბიზნესი შემოაქვთ, თუ რა შემოაქვთ. გასაგებია რატომაც. მიგრაცია გაგრძელდება ქართველებისა, მათ ნაცვლად შეივსება ამ მოქალაქეებით. ხაზს უსვამ მსოფლიო ბანკის მონაცემთან შედარებით. იმ სიაბანდი აღწერის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაზარდეს 240,000 ადამიანით. მის ხარჯზე არაბების, სხვა მუსლიმების და ასე შემდეგ, ინდუსების, პაკისტანელების, ბანგლადეშელების და აფრიკის მოსახლეობის ხარჯზე. ამ დროს 200,000-ზე ნაკლები კაცი არც ერთ წელს არ გასულა საქართველოს. ეხლა გეკითხებით მე, სოციალური მდგომარეობა არ გაინტერესებს თქვენი შვილების და თქვენი ოჯახის მომავალი არ გაინტერესებთ. იმას ვეუბნები, ვისაც არ აინტერესებს, თორემ ვისაც აინტერესებს, ერთად ვიქნებით ჩვენ დღეს თუ არა ხვალ. თქვენი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ, დღე და ღამე შრომობს, იქ ტიტანური შრომაა ეს. გიგზავნით ფულს და თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს 3.5 ლარს გადაიხდით ლიტრ ბენზინში თუ 7 ლარი იქნება, ფული მუქთია, არ გიმუშავია,
მანქანა გაქვთ, ცოლის გამოგზავნილი ფული, დადიხარ იქეთ-აქეთ, არ ვეხები იმ ოჯახებს, რომელთა შვილები და თუ გნებავთ მეუღლეები წავიდნენ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ოჯახის შერჩენისა არ იყო. ჩემი ქალიშვილიც სწორედ ამ უბედურების გამო წავიდა თავის დროზე საქართველოდან და არა იმის გამო, რომ ამერიკაში ეცხოვრა. ვიღაც ნაძირალამ დაწერა თქვენი პატრიოტიზმის ამჯერად, თქვენო ოჯახი ყავთო ამერიკაში. სადამ ყავს ოჯახი? ჩემი თბილისში იყო ყოველთვის, ჩემი ვაჟიშვილი აქ არის, ჩემი მეუღლე აქ არის, ჩემი ქალიშვილი გათხოვილია ამერიკაში, ამერიკელზე და თავის სახლშია. ამას უძახით, თქვენი ქალიშვილები ხო არიან თავთავიანთ მეუღლეებთან. ამიტომ სანამ წაიქცევით, სანამ ღირსებას დაკარგავთ Facebook გვერდზე, რომ შემოჩათლახდებით და სიბინძურეებს წერთ, თავს მოერიდეთ ცოტა. საღი ქართველები გამოვართ ჩვენ აქედან. ჩვენ ძალიან ძლიერი ხალხი ვარ და მოვძებნით საერთო ენას, მაგრამ გეუბნებით, რატომ გავაკეთეთ დღევანდელი გადაცემა? მე მინდა ხელისუფლებას მევმართო. ერთი კაი რამე გააკეთეთ და თუ თქვენი მაქებარი არ გავხდე, აი ბოდიშს მოიხდის, რაც აკეთებთ, რაც სისულელე დაწერეთ, ამდენი უტბინო გვერდით რატომ მყავთ? ბაზარში არ ერევით, ბაზარში არ ერევით, კი არა ბაზრის პატრონები გახდით ბოლომდე. რამხელა კორუფციაში ხართ ჩაფლული? რამხელა კორუფციაში ხართ ჩაფლული? თქვენ არიცით რომ ამისთვის მოგეკითხებათ? თუ ფეხებზე კიდიათ, მანამდე გაანადგურებთ ქართველს, სანამ მოგეკითხებათ. ვიფიქროთ, ჩემი გადაცემა მხოლოდ საღი ქართველებისთვის არის. მე ის ნაგავი, რასაც ყალბი ოპოზიცია ქვია და ყალბი შინ მიმავლები ქვია და არ მაინტერესებს. ქვეყანა არის უდიდესი საფრთხის წინაშე. არა საშინაო მარტო საფრთხეა. არაფერი ჯერ გარეთ არ დასრულებულა. ყველაფერ დიდ საშინელებას 2026 წლის მეორე ნახევარში 2027 წლის მოელიან. ამისთვის ნიადაგი მზადდება. როგორ დამთავრდება ეს დაპირისპირება, არავინ არ იცის, მაგრამ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში და ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბუნებრივად ჩართული ყველა იმ მსოფლიო პროცესში და ამ უდიდესი პრობლემური დროის პირობებში საქართველოს ყავს უსუსური ხელისუფლება, არაპროფესიონალი ხელისუფლება. ხელისუფლება არც აყავთ, მარტო არაფორმალური მართველი ყავს, დანარჩენი არავინ არაა. როცა უნდა, მაშინ გადააგდებენ, გადმოაგდებენ, იქედან მოხსნიან, მიახსნიან, მალე ახლაც მოხდება გადამან მიხსნა მოხსნა. რა შედეგი რა იქნება? არ შეიძლება ქვეყნის ინტერესი, უზარმაზარი წარსულის მქონე ქვეყნის ინტერესი ერთი კაცის პირად ინტერესებს იყოს დაქვემდებარებული. ეს ან გონებრივი სისუსტეას მთლიანად საზოგადოებისა და მაშინ აღარ დარჩა საღი ნაწილი, რომელიც შეეწინააღმდეგება ამას. კაცო, არ ფიქრობთ იმაზე, ეს არაფორმალური მმართველია, რომ არ იქნება, რა იქნება მე? ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი, აქ ის იქნება, რომ თქვენ აღარ იქნებით. ან იქნებით მცირერიცხოვანი ხალხი, რომელიც საცოდავ დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეს გარანტირებულად იქნება, თუ ამ სიტუაციას არ გავტეხათ. მე არ მინდა დღეს გავაგრძელო ეს საუბარი, არ მინდა სხვა თემები ავრიო, უახლოეს 2 დღეში, 3 დღეში კიდე ჩავერთვები მე და შემდეგი თემები იყოს. სამშაბათს მე ვიქნები ერთ-ერთ პირდაპირ გადაცემაში ირინა ტორენჯაძესთან, სადაც ალბათ მსგავს თემებზე ვისაუბრებ. მის გადაცემებში ძალიან დიდი გამოხმაურება იყო. მე უარს არასდროს არავის არ ვეუბნები, შემდეგ კიდე იქნება რაღაც გადაცემები და პლუს ჩემი გადაცემები. ერთმანეთს მოусმინოთ, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კრიტიკული
და გამოვიდეთ იმ ჭაობიდან, რა ჭაობშიც ქვეყანა აღმოჩნდა და ვერავის ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ ამ ჭაობში ვართ. ეს არის ქართველი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური ელიტის გამყიდველობის შედეგი, ეს არის პოლიტიკური ელიტების გამყიდველობის შედეგი და ეს არის უმოქმედობა საღი ქართველებისა, რომლებიც ელიან მომენტს და ეს მომენტი დადგება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ მივხვდებით, რომ ეს ქვეყანა ჩვენი შვილების და ოჯახების მომავალი ამ ქვეყანაში ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვიღაცის მოლოდინზე, რომელიც იხსნის ქვეყანას და იბერია გაბრწყინდება. ამ სისულელეებს თავი დაანებეთ, იბერია აუცილებლად გაბრწყინდება, მაგრამ ქართველების დიდი შრომის ხარჯზე და არა იმის გამო, რომ ვიღაცა გააბრწყინებს მას და ვიღაცა მოგვევლინება ხსნელად. არასდროს არ ყოფილა ასე, ორჯერ განადგურებას და პირისაგან მიწისა აღგვას გადავრჩინდათ. შემთხვევითი ფაქტორი იყო უდიდესი, მესამეჯერ ჩვენ აქამდე არ აგვაქვს უფლება მივიყვანოთ საქმე. დიდი მადლობა ყველას, ვინც უსმენდით, დაგემშვიდობებით და ღმერთი იყოს შემწე ამ წმინდა საქმეში, ჩვენი ქვეყნის გვერდით დგომის საქმეში, მისთვის ბრძოლის საქმეში და ამ ჭაობიდან გამოსვლის საქმეში. კარგად ვწანდებოდეთ.